სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი დღეს ახარებაში წავიკითხეთ ასეთი რამ რომ უფალი მოდის კესარიიდან იუდეაში და გზაში მას შეხვდებიან კეთროვნები. იცით, კეთრი ძალიან მძიმე ინფექციური დაავადებაა. ცოცხლად ტყება ფაქტიურად ადამიანი. სხეულის ნაწილები ულპება და ხან იმდენად რომ ძვლიდან ცილდება კანი და ადამიანს გაშიშვლებული ძვლები უჩანს. წუხარება ხო აურაცხელია და საშინელი ინფექცია გადამდებია. და ამიტომ ასეთ ადამიანებს ქალაქიდან, სოფლებიდან განდევნიდნენ. ესენიც ხედავენ უფალს, ვერ უახლოვდებიან, რომ გამოჩნდებოდნენ კეთროვანი, ყვიროდნენ, ქვებს ესროდნენ, ნაგდებდნენ, ეშინოდათ, ხალხს არ გადადებოდნენ. როგორი მწარე იქნებოდა მდგომარეობა მათი, უდაბნოებში ცხოვრობდნენ, საჭმელი რო უნდათ სოფელს მოუახლოვდებოდნენ და ევედრებოდნენ, რამე მოგვეცით და შორიდან ესროდნენ ან პურს ან რაღაც. არ ვიცი, ამის გაგება მერთმა ნურავის გამოაცდევინოს. მაგრამ ხშირად ამაზე მძიმეა ხოლმე, როცა ადამიანს სულიერი კეთრი აქვს, სულიერად ყავს. ადამიანი ვერ უახლოვდება თუ ადამიანი ცოცხლად ლპება და ანგელოზი როგორ მოუახლოვდება და ღვთისმადლი, როცა ადამიანში ყავს განკითხვა, წყევა, სიბილწენი და 1000 ცოდვები, ტყუილი და 1000 უბედური, ისეც კეთრია ადამიანის. ორნაირი კეთრია. ერთი სულიერი და ერთი ხორციელი. და სულიერი კეთრით ვარ მთელი სამყარო დავადებული ადამიანის მერე. მაგრამ ცოტა ხანი ამას დავიდავანებოთ. და შორიდან ყვირიან, ღაღადებენ და ევედრებიან უფალს. რომ მან მოიღოს მათზე წყალობა, გაგონილი აქვთ, რომ უფალს შეუძლია ამის განკურნება, მათი განკურნება. როგორი იქნებოდა წარმოგიდგენიათ მათი თხოვნა? ის კი არა რაღაცას რო ითხოვს, ვედრება კიდე სხვა რაღაცა. რო ევედრები, ვინმეს რო შვილი უყდებოდეს, როგორ არ შევედრება ამ დიდარს, ან ექიმს, ან ვისაც წამალი აქვს, რომ გადაურჩინოს, თხოვს კი არა, როცა სული ეღუპებაო ადამიანს და ჯოჯოხეთში მიდის. ყველა ცოდვას ადამიანი ჯოჯოხეთში მიყავს, ყველა ცოდვას. აუცილებელი არის კაცის კულა და მრუხშობა და მომაკვდინებელი ცოდვები. წვრილ-წვრილი ქვიშით გატენილი ტომარაც ჩაახჭობს ადამიანს ზღვაში. პატარ-პატარა ყოველდღიური ცოდვებიც ესე გროვდება შავი ღრუბელივით ადამიანის თავზე და ადამიანის სულში. როგორ უნდა ევედროს ადამიანმა უფალს ამ კეთროვნებისაგან უნდა ისწავლოს. ლოცვა და ვედრება რომ არადიულად არ წაწყდეს. ისინი იცხოვრობდნენ აკეთრით რამდენიმე წელი და მოკვდებოდნენ, მაგრამ თუ ჯოჯოხეთში მოხვდა ადამიანი, მარადიული ტანჯვა როგორი არის. და ამიტომ ეს ადგილი გვასწავლის ჩვენ სახარებიდან, რომ როგორი კეთროვნად უნდა მიიჩნიოს თავისთავი ადამიანმა სულიერი კეთრი დავადებულად და როგორ უნდა სთხოვოს უფალს შეწყალება, როგორც ესენი ევედრებოდნენ, მოწყალებად აღზრეს უფალი. და უფალ მოუთხრა, წადითო და ეჩვენეთ მღვდელთაო. ესე იგი, მღვდელთან გზავნის. და რატომ ხდებოდა ეს? მღვდელი ამოწმებდა ხოლმე. კეთრისაგან განწმენდაც ხდებოდა ჟამით ჯამ. თუ დაამოწმებდა, რომ კეთრი დამთავრდა, მაშინ საზოგადოებაში აბრუნებდნენ. და მე მithქვამს, რა ხდებოდა? რომ მივიდოდნენ და მღვდელი დაადასტურებდა, რომ კეთრი დამთავრდა და დაბრუნდეს საზოგადოებაში, ორ მტრედს მოიყვანდნენ. მე მithქვამს, მინდა გაგახსენოთ, ეს სამადლობა წერს დაკლავდნენ, სისხლს თასში მოათავსებდნენ და მეორე მტრედს დაუსველებდნენ ფრთებს ამ სისხლით და გაუშვებდნენ. მოვიდოდა ქრისტე, დაიკლოდა ადამიანის ცხონებისთვის, გადარჩენისთვის, ხსნისთვის ჯვარზე და მისი სისხლით განიწმინდებოდა ადამიანი და იმ მტრედის
რომელსაც მთები დაუსველეს, ადამიანის სიმბოლო იყო, სისხლით რო დაუსველებდა ძველი აღთქმის მღვდელი, ადამიანის სულის სიმბოლოა, ადამიანის ქრისტეს სისხლით განიწმინდება. ზიარება რა არის? მისატევებელად ცოდვათა. დღეს აღსარებაში რომ მოდიან, არიციან რა თქვან და თუ ცოდვა არა გაქვს, ზატო ეზიარები. ყველას დიდი ცოდვილი ვარ, რომ დასტიროდნენ, მოციქულებიც კი თავიან თავს და წმინდა მამებზე აღარაფერს არ ვამბობ. ანდრია კერიტელის სიწმინდეში გაიზარდა და აბა მისი სინანულის კანონები ნახეთ, როგორ დასტირის ის თავის ცოდვებს. ან სხვანი, მამანი და ამას თავი დავანებოდა, რომ მიდიან გზაში, რომ ეს აჩვენ მღვდელთან რახან უბრძანო, წავიდნენ უფალმა. გზაში ნენელა აღმოაჩინეს, რომ მიიღეს კურნება, საოცარი რა მოხდა, დაიხედეს, ერთმანეთს შეხედეს და სხეული მათი განიწმინდა. რა თქმა უნდა, იქნებოდა დიდი სიხარული. ყველა თავის გზაზე წავიდა, აქედან 9 იუდეველი იყო, ანუ რჯული ვინც იცოდა და უფალი. ერთი იყო წარმართი, სამარიტელი. ნახევრად წარმართები იყვნენ, ნახევრად ჯულდებული ხალხი. ამაზე მერე ვთქვათ სამარიტელები ვინ იყვნენ. და ერთი დაბრუნდა უფალთან და წერია სახარებაში, რომ დაემხო უფლის წინაშე და მთელი, ესე იგი ხმით, ესე იგი მადლობდა და ადიდებდა ღმერთსა ამ წყალობისათვის. აი ცოტა ხანი აქ რო გავჩერდეთ, აი მამბი ამბობენ, რომ საერთოდ კეთროვანებიო ქარაგარეთ იყვნენ, სოფლების იქით იყვნენო და რომ არ გადასდებოდა და ხორციელი სიკვდილი და ავადმყოფობა არ შეხვედროდათ. აი ესევეო თქვენც მოიქეცითო. კეთროვან, ანუ სულიერად კეთროვან ადამიანებს გაერიდეთო. იმიტომ რომ თუ უწმინდურთან იქნები, შენც უწმინდური გახდები. განათლებულთან განათლებული გახდები, უწმინდურთან უწმინდური, წმინდასთან წმინდა გახდები, ურწმუნოსთან ურწმუნოება შეგემატება, მორწმუნესთან რწმენა გაგიძლიერდება. უფალი ამბობს, თვალი და ხელი მოიკვეთეო, თუ გაცდუნებსო, თვალივი და ხელივი თუ გჭირდება ადამიანი და ძვირფასია, ჯობი არ იყოს შენთან, ვიდრე ორივე წახვიდე ჯოჯოხეთში. აი ეს კეთროვანები გარიდებული იყვნენ ჯანმრთელ მოსახლეობას. ასე უნდა მოერიდოს ადამიანი იმ ადამიანს, რომელიც უფლისკენ არ იყურება, რომლის ცხოვრების მიზანი მარტო სიბილწე და ეს ქვეყანაა. ცოდვებს არ ერიდება, უნდა გაექცეს ადამიანი, გადამდებია, ბილწთან ბილწი გახდები, წმინდასთან წმინდა გახდები. აი ეს უნდა გააკეთოს ადამიანი. სექტანტებთან ურთიერთობას უნდა მიორიდოს. სახლშიც არ უნდა მიიღოს. დღეს იმდენი სექტა გამოგზავნეს ჩვენ ქვეყანაში. მე-18-მე-19 საუკუნეში შექმნილი სექტები, რომ რამის წაიღეს საქართველოს მოსახლეობა. ჭრელაჭრულა სიგნებითა და რაღაცა დახმარებებით. ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია ადამიანს, სულია და ამ სულს უნდა გაუფრთხილდეს. ოღონდ არ მოკარებოდნენ, ქვებსაც კი ესროდნენ, გარბოდნენ კეთროვანს, რომ დაინახავდნენ. კილომეტრებით გაურბოდნენ, ის ეშინოდა და არ გადაგდოს კეთრიო. აი ესე უნდა გაურბოდეს ადამიანი. მას, ვისაც შეუძლია შენ ღმერთს დაგაშოროს, წმენას დაგაშოროს, სიწმინდეს დაგაშოროს. გადამდებია ეს ცოდვა. სულიერი გაგებით რო ვთქვა, გადამდებია, მოქმედებს. იმ ადამიანებს უნდა მოარიდოთ შვილები, ვისაც შეუძლია წარწმედისაკენ წაიყვანს, რამდენი გაალოთეს, რამდენი გაანარკომანეს, რამდენი ამ ლუდომანიაში, ამ კაზინოებში ჩართეს, რამდენი წაბილწეს ბავშვები. დღეს გონიათ, რომ ესე იგი აუცილებლად ახალგაზრდები უნდა წაიბილწნონ და ეს მშობლის მოვალეობა, წარწმედილი გონება აქვს ასე დედას და მამას, ვინც მოითხოვს, რომ შვილი სიბილწეს ჩააგდოს და კეთრი შეყაროს მის სულს და რა განკურნავს მერე ამ კეთრს. თითქოს თუ არ წაიბილწა, ისე ვერ შექმნის ოჯახს და ვერ იქნება ბედნიერი. წარწმედულია გონება ადამიანისა, წაბილწულია. აი ესეთი კეთრით არის დავადებული ადამიანი. და
მოვიდა ერთადერთი ადამიანი, რომ მადლობა ეთქვა უფლის და გაუკვირდა უფალს დიდება მის სახელს, რომ სხვები არ განიკურნენო, რა თქმა უნდა იცოდნენ რომ განიკურნენ, მაგრამ ესე იგი მოწყალია და რბილა თქვა საყვედური და გულის წყვეტა გამოხატა, რომ სად არის ეს ხალხი. დავანახეთ დღესაც რამდენი იკურნება ასობით და 100,000-ობით ადამიანი, რამდენი ველი და რამდენი ბაღები არის დახუნძლული ნაყოფითო მამები ამბობენ, რამდენი არიან დიდარი ადამიანი, რამდენია ჯანმრთელი ადამიანი, რამდენი შეუსრულდა თხოვნა და ვედრება, რამდენის შვილი იზრდება, როცა შენ არა ხარ და ვერ იფარო, იქ უფალი იფარავს და იცავს, რამდენი ნიჭითაა დაჯილდოებული ადამიანი, სხვას შენ გაქვს და სხვას არ აქვს ეს ნიჭი და უნარი. სად არიან ეს ადამიანებიო? მამები წერენ ამიგავის განმარტებლები, სად არიან, ვინ მოვიდა და ვინ მადლობს ყოველ დღე უფალს, რომ უფალო, შენი სისხლით გამბანე ჩვენი ცოდვები და მოგვიტევე ცოდვები, რამდენს მიუტევა და აპატია და რამდენმა იგზნო აღსარების შემდეგ ნუგეში და შვება. სად არის ეს ადამიანი? მოვიდა ხათთან დაემხო და მადლობდა, ან წირვა სამადლობელი გადაიხადა, ამ პარაკლისი გადაიხადა სამადლობელი. არ არიან ადამიანი, რამე რომ შეუსრულო არც ახსენდება ღმერთი. 9-ს გავს უმადურ ადამიანს. გაუკვირდა უფალს, რომ სად არიანო? არ განიკურნენო? რამდენი წყალობა ადამიანზე და ადამიანი მადლობასაც არ იხდის. მარტო რაღაცას თხოვს უფალს, მარტო რაღაცას თხოვს, არც მადლობს და არც ადიდებს. ეს მოვიდა, მადლობდა მთელი გულით, ადიდებდა ღმერთსა. აი ეს უმადურობა სჭირს სამყაროს. რომ დადიხარ და შენი თვალებით ყურები, შენი ყურებით გესმის, რომ თენდება ეს დღე, ამაზე მადლობა არ არის საჭირო. რამდენისთვის არ გათენდა, რამდენის არ დაღამდა, რამდენი თავის ფეხით ვერ დადის და რამდენი სამადლობელი აქვს ადამიანს. აი ეს არის და მე აი უფალი ამ კაც ამ ადლიერ ადამიანს რო ეუბნება, რომ შენ მარწმენამო გიშველაო. პაციენტს რომელი ექიმი ეტყვის, რომ შენ მამცდელობამო, ესე იგი გიშველაო. ყველა თავის თავს აწერს. რაღაცა სიკეთე თუ გააჩნია, გინდა ექიმს თავის აწერს. უფალმა თავის თავს არ მიაწერა. რა თქმა უნდა მან განკურნა, მაგრამ არ მიაწერა თავის თავს. უთხრა შენ მარწმენამ გიშველაო. აი ეს აკლია ადამიანს, რომ ყველაფერს რაც არის თავის თავს აწერს და ამიტომ არ მადლობს ღმერთს. ამიტომ არ ადიდებს უფალს. ეს რაც გაქვს, ჰაერი რო ჰაერი იმას რო სუნთქავ. ეს 4 სტიქია ვინ შექმნა? ღმერთმა. აბა წყალი არ შექმნა, აბა ჰაერი, აბა მიწა, შენ არ შექმენი უფალს. ყველაფერი უფლისაგან არის. არავინ არ მადლობს უფალს, ყველა თავის თავს აწერს. არც ერთი ექიმი, თითქმის არც ერთი უფალს არ მიაწერს, საკუთარ თავს მიაწერს ამას. და აი უნდა ჩვენ ვიფიქროთ, რომ ჩვენც არ შეგვიძლია მადლობა, არ შეგვიძლია დიდება უფლისა. მარტო თხოვნა შეგვიძლია. ჩვენც კეთროვანი ადამიანები ვართ. სულიერი კეთრი გვაქვს და არ ვღაღადებთ უფალო განკურნეო. აი რამდენს გაკურნა, ეხლა კეთროვანი რო განეკურნა, წასულიყო და ისევ კეთროვნებს ჩახუტებოდა, ხო ისევ გადაედებოდა. აი ესეთი არიანო ადამიანებიო, ვითომ ნანობენ, ვითომ უფალთან მიდიან, შეიწყალებს, შეუნდობს უფალი და ისევ კეთრით ავადდება, ისევ კეთრიან ადამიანებთან მეგობრობს, არ გაურბის ცოდვას და ცოდვილებს, არ გაურბის, რომ მისი სული გადარჩეს და არ წარწყმდეს. ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა. და აი ამაზე იფიქრა დღეს ხსენებულმა წმინდა პატაფი. ეგვიპტელი იყო, ეგვიპტე იცით, ძირძველი მართლმადიდებლური ქვეყანა იყო და ეხლაც იქ ალექსანდრიის საპატრიარქოა, მაგრამ ძირითადად მერე შეერიათ ეს ცოდვა და კოპტების სახით არიან ჩამოყალიბებული, მაგრამ დიდი მეუდაბნოები, მამები მან ჩვეს და წმინდა პატაფი ძლიერ ოჯახში გაიზარდა და
მშობლებმა რა გააკეთეს? სიწმინდე ასწავლეს, სიმართლე და სიკეთე ასწავლეს. განათლება მისცეს, უფალს აზიარეს ეს ბავშვები. დღეს მოვა დასახიჩრებული ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები. დასახიჩრებული სულით მოდიან. ისინი რომ ბავშვობიდან უფლის წიაღში გაზრდილიყვნენ და უფლის სიყვარული ქონიყოთ, უფლის სიტყვა ქონიყოთ, რამდენ ბოროტებას გადარჩებოდნენ. და ეს კი მისმა მშობლებმა უფლის წინაშე გაზარდეს. იმდენად რომ აი 13 წლისა, ახლა ეგვიპტეში უდაბნო ბევრია, გავიდოდა ხოლმე უდაბნოში და ლოცულობდა. და ერთხელაც გადმოვარდა ამონი ერქვა აკლემითთან ერთად თიდან უდაბნო ადგილებს, შემაღლებულ ადგილებზე გორაკიდან და დაიმტრა. დაიჩოქა, ლოცულობდა და ამონმა უთხრა და თქვა მერე რომ მისი ლოცვითო მათელი დამადგაო, უფლის ხელი ვიგზენი ჩემზედა და გადავრჩიო. და მერე სულ მეგობრობდა მასთან და უდაბნოში რო წავიდა წმინდა პატაფი, მისი მოწაფე გახდა. საოცარი ადამიანი იყო. როგორ განდიდდა ერთი მშობიდან ბრმა იყო და უდაბნოში წავიდა, იქნებო ბერებმა გამკურნან და წმინდა პატაფისთან მივიდა და სთხოვა, მომეხმარეო, სინათლეს ვერ ხედავს თვალი ჩემიო. შეებრალა, დაუჩოქა და უფალს სთხოვა და ნათელი მოუმადლა უფალმა მის თვალებს. აღიღილნა თვალი და ადიდებდა ღმერთსა. წყალმანკიერ და სხვანი ბევრი განკურნა. საშინელი ეპიდემია გაჩნდა ეგვიპტეში, 1000-ობით მოწყდებოდნენ. მივიდოდა ავანტყოფების სახლში, ეს რო გაიგო, დატოვა უდაბნო, დაიჩოქებდა, ლოცულობდა და კურნება საოცარი მოდიოდა. არ ერიდებოდა არაფერს. ისეთი დიდი ესე განითქვა სახელი მის ეპისკოპოსობა შესთავაზე უარი თქვა და პატივს და დიდებას რო გარიდებოდა, კონსტანტინოპოლში წავიდა. იქ მოღვაწეობდა, დღე და ღამ ლოცულობდა. დღე და ღამ ლოცვა შეუძლია თითოეულ ჩვენთაგანს. რამეს რო აკეთებ, ან გზავრობ, ან მიდიხარ, ან მოდიხარ, შეიძლება რომ იესოს ლოცვა იმეორო და ისეთი მადლმოსილება მოვიდა მასზე და რომ ვეღარ იმალებოდა მისი სიწმინდე. და იქაც მრავალი საკვირველებანი აღასრულა, რა მოყვება ამას და ვერიდები ხოლმე ბევრი რამის მოყოლას, მაგრამ არ შეიძლება 1-2 არ მოვყვეთ და მას უყვარდა ათენში ლოცვა მთებში და დაიბარა ანდერძე რომ სადაც არ უნდა ვიყოთ ამ მთებში დამარხეთ გამოქვაბულშიო და კონსტანტინოპოლში აღესრულა და რო დაეცა კონსტანტინოპოლი 1000 წლის მერე მაინც მოუხდათ ამ ანდერძის აღსრულება. ის მუსულმანები შემოვიდნენ და გაარიდეს სიწმინდები და კორინთოს მთებში აიტანეს მერე ეს მისი ნაწილები და იქ დაჰფლეს და იქ დამარხეს. და გამოხდა ჟამი, დაივიწყა ხალხმა ეს ისტორია, ეს დღეები საუკუნეებმა გაახუნა ხსოვნა და აი ამ პატარა გამოქვაბულში ეს პატარა სამლოცველო ისევ დარჩა. და 1904 წელი იდგა, აღარ ყვები მის სიცოცხლის მოღვაწეობაზე და სასწაულებზე, მინდა ბოლო ნაწილი მოვყვე. ერთ-ერთი მღვდელი კონსტანტინე ადიოდა ხოლმე და უყვარდა 140 საფეხურია რომ უნდა ახვიდე იქ. ლოცვა აი ამ გამოქვაბულში. და ისეთი მაღალი იყო, ვიფიქრა ცოტა გავადიდებო საკურთხეველზე და ვერც ეტეო და მაღალი მღვდელმსახური იყო. და კლდეშია გამოკვეთილი და მოიწვია მუშები რომ აი მეორე დღეს უნდა გაადიდონ საკურთხეველი და გამოეცხადა წმინდა პატაფი. და უთხრა რომ ფრთხილად დაანგრიე კედელიო, მეორე მხარეს მე ვარო. მართლაც ჩაძინებულივით იწვა წმინდა პატაფი. ის ფოთლები, რომელიც ზედა უყრიათ და ყვავილები ისევ ცოცხლად იყო, საკვირველება აღესრულა და ხელში ეჭირა გრაგნილი და ვინაობა. როდის მოიყვანეს აქ, როდის დაკრძალეს და ვინ იყო დაკრძალული. იკითხებოდა ისე და ასე აღმოაჩინეს წმინდა პატაფი და განადიდეს. და მრავალი სასწაული აღესრულებდა, ერთი იყვება დიდი ბიზნესი მქონდაო და რაღაცა უმნიშვნელო ადგილს ამის გამო მივედი ექიმთან და დამიდგინეს ესე იგი ლიმფების სიმსივნე. თითქოს ცად ამექცა თავზეო, ყველა ჩემი გეგმა და მიზანი განულდა.
მიუხედავ დიდარი ვიყავი, მკურნება შემეძლო, არაფერი არ გამოდიოდა 2 წელი, მაწამეს ექიმებმა, არაფერი არ გამეთ, ბოლოს მითხრეს, რომ მედიცინა არის უძლურიო. ფაქტიურად სიკვდილს ველოდიო და აი ამ ქალაქის სიახლოვეს წაუყვანიათ მეგობრებს იქნებ ცოტა გულს გადავაყოლებინოთ, კაფეში დასხდნენ და იქიდან ჩანდა მთებში პატარა მონასტერი. მერე იქ მონასტერი ააგეს ამ მღვდელმა კონსტანტინემ რო იპოვა, მერე 1954 წელს ერთ-ერთმა მამამ იქ დიდი მონასტერი ააშენა დედათან და ნახეო სიზმარი ვიღაც უფსკრულში ვარდებოდიო, ზეთისხეს ვეჭიდებოდი და ცოტაღადა ჩაწყდებოდა, მოვიდა მოხუცი მითხრა, მოიკიდე ამ ჯოხს, ამოგიყო და ამომიყვანაო. დაიყო სიზმარი მორჩა. რო ავედით ამ მონასტერში, ხატზე ვიცანი წმინდა პატაფია. გონება დავკარგეო. ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოხდა. გონება დამეკარგა. ერთ კვირაში ექიმმა მითხრა, ალბათ დიაგნოზი არასწორი, დავსვითო, არაფერი შენ არ გჭირს, სრულიად ჯანმრთელი ხარო. და მერეო უმადური რო არის ადამიანიო ყვება, ამ დიდი ხანი ვეღარ ავედი მონასტერშიო. და მითხრაო წმინდა პატაფი გავამეცხა და მითხრაო, რატო აღარ მოდიხარ მონასტერში? აი წარმოიდგინეთ. წმინდანებს ცოცხალი კავშირი აქვს ჩვენთან. ერთი ბერძენი ყავება, რომ გერმანიაში ცხოვრობდიო და კათოლიკე ცოლი მყავდა, შვილები კი მართლმადიდებლად მოუნათლე, მაგრამ ცოლი არ ინათლებოდა. ისევ იყო ეს კათოლიკობაში და წმინდა პატაფის სარკოფაგი საძვალე მოვილოცეთო, როცა ჩამოვედით საბერძნეთში და ჩემი ცოლიც უკან მომყვებოდა და უცებ გონება დაკარგა და ავარდა. რომ მოვიდა გონებაზეო, ასეთი რამ თქვა, როგორ არ დაინახეთო, ერთი მოხუცი მოვიდაო, განმირისდა, ერეტიკოსო, შენ აქ რა გინდაო. ეგრევე დააგდო კათოლიკება და გახდა მართლმადიდებელი. მრავალი სიმსივნიანი განკურნა, მრავალი უშვილო განკურნა და შვილიერება მიანიჭა. საოცარი იყო, ერთი ქალი ყვება, მოვიდა და მითხრა, ნუ გეშინიაო. მე შენ განკურნაო ღვთისმადლით და 2 თვეში უკვე შვილიერება მქონდა, გავიგერო, ბავშველოდებოდიო. და მრათასობით სასწაულს ყვებიან მის შესახებ. ღვთისმადლით სამჯერ ვიყავი მის წმინდა საფლავთან და იქ ქართველი მონაზონიც არის დედა ოლიმპიადა და ასეთი ტრადიცია აქვთ, რომ წმინდა პატაფის მადლი რომ ყველას გქონდეს, კერავენ ქუდებს წმინდა პატაფის სახელს და მის წმინდა უხრწნელ თავზე აბრძანებენ და მერე გზავნიან სხვადასხვა ქვეყნებში, რომ წმინდა პატაფის მადლს ყველა ეზიაროს და ჩვენ გამოგვიგზავნეს ეს თავსაბურავი და დღევანდელ დღეს გამოვაბრძანეთ ეს მისი სკუფია და თავზე დაგადებთ და სთხოვეთ წმინდა პატაფის, რომ პირველესად სულიერი კეთრისაგან განკურნოს მისმა ლოცვებმა, მანი შვამდგონოს უფალთან, რომ უფალმა მოგვიტევოს ჩვენი ბრალნი, ჩვენი შეცდომანი, ჩვენი სისუსტენი სიტყვითა, საქმითა, ფიქრით, ნეფსით უნებლიე ჩადენილი. და ასევე გვაქვს ფაჩუჩი, ესეთი ტრადიცია, ხატიც გამოატანეს ამ ფაჩუს, ბეჭედი არტყია მონასტერს და როგორც აი წმინდა სპირიდონის ფაჩუჩი, ესეთივე ფაჩუჩია და საშუალება გეძლევათ, რომ აი ამ ფაჩუჩსაც ემთხვიოთ. ჩვენ გამოვეცით, როცა პირველად ვიყავით, გამოვეცით, ისე შევიყვარეთ, რომ ისი ცხოვრება გამოვეცით, წიგნად არის და ეკლესიაში შეიძლება ამის შეძენა და წაკითხოთ. ვარ და ბიბლიოთეკაშიც არის ეს წიგნი, წმინდა პატაფის შესახებ არის მოთხრობილი და თქვენ უფრო რმად წაიკითხეთ და უფრო ახლობელი გახდება ის და მისგან ძალიან ბევრ ამას ისწავლის ადამიანი, როგორ შეიძლება რომ ემსახუროს ღმერთს და ასევე ლოცვითი ურთიერთობაში შეხვალ და ის აუცილებლად შეგეწევათ იქიდან. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახარო, წყალობით აგავსოთ. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ეკლესია ჩვენი განადიდებს დიდ მღვდელმთავარ, სოფლიო მღვდელმთავარ სპირიდონს ტრიუმფუნტელ ეპისკოპოსს. უკვე მრავალი საუკუნეა, მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა, არ დაშლილა მისი სხეული და დღესაც მას გამოაბრძანებენ ხოლმე და ჩვენ გვექნება, ესე იგი, წირვა და მისი სიწმინდის შესახებ, ას მოგიყვებით
აი ხუთშაბათ დღეს და არის ასევე ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ესე იგი ინტრონიზაციის დღე, როცა 1977 წელს უფალმა მოჰმადლა საქართველოს ეკლესიას დიდი პატრიარქი ილია მეორე და აღსაყდდა ის მცხეთაში საპატრიარქო ტახტზე და ღვთის მადლით ის დღესაც უძღვება საქართველოს ეკლესიას და კიდევ მრავალი წელი მიმადლოს უფალმა მისი ლოცვა შეგვეწიოს. ჩვენ აი ცოტა ხნის წინ ვიყავით სერბეთში და მათ ყავდა დიდი პატრიარქი პავლე, ის საქართველოშიც იყო ჩამობრძანებული, მე 20 წლის ვიყავი ზუსტად იმ დროს და შეხვედრილი ვარ ამ პატრიარქს და ძალიან უყვართ სერბებს და ძალიან დიდ პატივს სცემენ იქ აპირებენ უკვე წმინდანაცაც კი შერაცხონ და ხშირად მათ პატრიარქს ადრიან აი მასავით წმინდაო თქვენი პატრიარქი და ერთხელაც აი რომ გადმოვედით მონტენეგროდან აქეთ ერთ-ერთი ეპისკოპოსი შეგხვდა თავის ტაძარს სადაც წმინდა საბა სერბეთის განმანათლების ნაწილები და როცა მიგვიპატიჟა თავის რეზიდენციაში სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდი და მივიდა ჯერი უწმინდეს პატრიარქზე რო გაიგო ილია მეორე ეს სიტყვა რო გაიგო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გაირინდა წამიერად სავარძლიდან წამოიწია პირჯვარი დაიწერა თქვა თქვენ განსაკუთრებული პატრიარქი ყავთო წმინდაო და სერბეთის პატრიარქთან რომ მივედით თავის მრევლს უთხრა მან რომ ჩვენ საქართველოს პატრიარქი გადაგვარჩენს თავისი ლოცვებითო, შეგვეწევა თავისი ლოცვებითო. ესე დიდ პატივს ემე და სერბეთში იხსენებდნენ რომ პატრიარქი პავლე რო უკვე უძრურად იყო, სინოდმა არ მოინდომა მისი გადადგომა. იმიტომ რომ თვითონ დაწერა, მწვანე მერლი დაწერა, რომ მე გადავდგები და არა პატრიარქო შეიძლება შენ მოძრაობა არ შეგიძლია სერბებმა მიმართეს სინოდის წევრობა მაგრამ შენ ხოლოცულობ ჩვენთვის. შენი წმინდა ლოცვები უთხრეს ჩვენ შეგვეწევა. ჩვენ დაგვეხმარება და მართლაც მაშინაც და ეხლაც ეხმარება და ჩვენი უწმინდეს ფიზიკური ძალები ცოტა შეუსუსტდა ასაკის გამო, მაგრამ მისი ლოცვა ისევ ეხმარება საქართველოს, ჩვენ მრევლსა და ესე იგი საქართველოს ეკლესიას. მისი ლოცვა ისევ დიდი ძალა არის და დიდხანს იყოს. შეიძლება ფიზიკურად ვერ მოძრაობს თავისუფლად, მაგრამ ის თავისუფლად ლოცულობს. უძლიერესია თავისი ლოცვები. აი ეს ძლიერება შეიძლება ჩვენ ფიზიკური ძალა გვაქვს, მაგრამ რომელი იტყვის, რომ პატრიარქი მსგავსი ლოცვა შეუძლია, ვის შეუძლია თქვას, ვინ გაკადნიერდება, რომ ასე ილოცოს და ლოცვა არის მთავარი. ლოცვით უჭირავს ისევ მას საჭე ეკლესიისა და ევედრება უფალს და მიუძღვის უფლისაგან ისევ ესე იგი საქართველოს ეკლესიის სამწყსოს და დიდხანს იცოცხლოს და დიდი მღვდელმთავარი წმინდა სპირიდონი შეეწიოს. ამინ. მერთმა დაგლოცოთ, წყალობა გაგატანოთ. დიდხანს იცოცხლეთ. შორის საკვირველო კეთილად დაცული გნახატება რამე თუ აღიღე ჯვარი და შეუდე ქრისტესა და მოქმედია სწავებდი შეურაცხყოფასა խոստასა ვითაცაცა მავასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა რომლისათვის ანგელოთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო პატავი ნიუარასა
Son